მეცნიერებმა გაანალიზეს ამერიკის 218 სანაპირო ოლქის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მონაცემები და შეადარეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC ანგარიშები მიკროპლასტიკური დაბინძურების დონესთან. შედეგები თავისთავად მეტყველებს. მიკრო და ნანოპლასტმასის მაღალი კონცენტრაციის მქონე ტერიტორიების მაცხოვრებლებს მეხსიერებისა და კოგნიტური დარღვევების 9%-ით უფრო მეტად აღენიშნებათ, ვიდრე დაბალი კონცენტრაციის მქონე ტერიტორიების მაცხოვრებლებს. მოძრაობის დარღვევების 6%-ით უფრო მეტად აღენიშნებათ. თვითმოვლის სირთულეები, როგორიცაა ჩაცმა და პირადი ჰიგიენა, 16%-ით უფრო მეტად აღენიშნებათ. ბიუჯეტის მართვისა და დამოუკიდებლად შოპინგის შეუძლებლობა 8%-ით უფრო მეტად აღენიშნებათ. აღმოჩნდა, რომ სანაპირო რეგიონებში, სადაც მიკრო და ნანოპლასტმასის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე შიდა რაიონებში, ადამიანები უკვე იხდიან არა მხოლოდ ჯანმრთელობით, არამედ სიცოცხლითაც. დოქტორ სარჯუ განატრას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ შეადარა მიკროპლასტიკური დაბინძურების მაღალი და დაბალი დონის მქონე რეგიონები. თუმცა ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა, რა ითვლება დღეს დაბალ მაჩვენებლად. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით ციფრებს შევხედოთ. მაგალითად, დოქტორ განატრამ წყლის დაბალის დაბინძურება განსაზღვრა, როგორც ერთი პაწაწინა პლასტმასის ნაწილაკი ზღვის წყლით სავსეურას აბაზანაზე. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. თუმცა ნანომასშტაბიან მაჩვენებლებში ნაწილაკების რაოდენობა იზრდება არა ათობით ან ასეულით, არამედ მილიონჯერ. მოდით ჩავატაროთ რამდენიმე მარტივი გამოთვლა. მოდით ვივარაუდოთ, რომ ერთი ასეთი პაწაწინა პლასტმასის ნაწილაკის მოცულობა მხოლოდ 1 კუბური მილიმეტრია, დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომის. დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებად იშლება. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს მიკრონაწილაკი იშლება 100 ნანომეტრის დიამეტრის ნანონაწილაკებად, მაშინ 1 კუბურ მილიმეტრში დაახლოებით ტრილიონი ასეთი ნაწილაკი წარმოიქმნება. ხოლო თუ ნაწილაკების ზომა 10 ნანომეტრამდე შემცირდება, მაშინ მათი რაოდენობა იმავე მოცულობაში 10-15 ხარისხამდე მიაღწევს, ეს 1 კვადრილიონია. და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 მიკრონაწილაკიდან.